მერკური როცა არის კირჩხიბში, აქ ტყუპებისგან განსხვავებით, უკვე არის ემოციური, მგრძნობიარე ინტელექტი. ფსიქოლოგიაში არიან ხოლმე წამყვანები მერკური კირჩხიბები, ესეთ სფეროებში არიან, რომელიც ემოციების გაგებას საჭიროებს, ეს მერკური კირჩხიბის თემა არის. მერკური, ნებისმიერი პლანეტა მთვარის ენერგიასთან შემოდის, ხო? იგივე მთვარე მერკური თუ ერთად არის, მსგავსი შემოდის. ემოციური დაფარულს მიღმა რაღაცების გაგება რო გვინდა. ემოციური ინტელექტუალური მონაცემები არის. აქ ადამიანის შეგრძნებებზე უფრო არის აქცენტირება, აი როგორი ტემბრით ლაპარაკობს ადამიანი, მისი სხეულის მდგომარეობა კომუნიკაციაში რა პოზიციაში არის მაგალითად. ამიტომ ფსიქოთერაპიაში ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაცია არის. შეუძლიათ სიტყვიერი თანადგომა ემოციურად, აი შენ რაღაცას უყვები, მას შეუძლია მოგისმინოს, გიგრძნოს და სიტყვით დაგამშვიდოს, ხო ეს მერკური კირჩხიბის, მერკური მთვარის შეერთებაში, მერკური მეოთხე სახლის ისტორიაში მსგავსი არის. ეს არ არის ადამიანი რომ მაგალითად გეკამათოს ან პრაგმატულად ჩამოგილაგოს ესე არა მას წინ ემოციები აინტერესებს, ხო? და ასევე მასაც აინტერესებს რომ მისი ემოციაც დაინახონ და გაიგონ, ხო? მისი ემოცია ეს არის სიტყვა. სიტყვით გამოიხატება მისი ემოციები, ძალიან კარგად გამოხატავენ პედაგოგიკაში, ძალიან კარგები არიან მერკური კირჩხიბები, იმიტომ რომ კარგად შეუძლიათ აუდიტორიასთან კონტაქტი ემოციურად, მაგალითად გრძნობადი მხარე აქვთ ძალიან ძლიერი. ნეგატიური მხარე არის ხანდახან ჩაკეტილობა კომუნიკაციაში, შეიძლება იყოს მორცხვი ადამიანი, ჩაკეტილი, მას ერიდება სიტყვის თქმა, იმიტომ რომ აქაც ის არის რაღაცა რო უხეშად ითქვას, ამ ადამიანს ემოციაში მოხვდება სიტყვა და ემოცია ერთად აქვს გაიგივებული. ამიტომ როცა ვხედავ ხოლმე მერკური არის აქ კირჩხიბში, მთვარე არის ზოგადად კირჩხიბში, მაგალითად, განსაკუთრებით მერკური, სიტყვებთან უნდა ვიყოთ ხოლმე ყურადღებით, ხო? ან ჩვენ თუ ყავს ეს, უნდა ვიცოდეთ, რომ არ შეიძლება ყველაფრის ახლა ვიღაცას არ აქვს ეს მერკური და იმან არ თქვა ესე, ხო? არ უყვართ კონფლიქტები და ჩხუბი. მერკური კირჩხიბი მაინც დაფარული არის. არ უყვარს მას კონფლიქტები. თუ რაღაცას უხეშად იტყვის, გრძნობს ამას, მაგალითად და სხვა ადამიანის შეგრძნებას გრძნობს, აწყინინა, არ აწყინინა, ამას გრძნობს ეს ადამიანი, მაგრამ ასევე თვითონაც არის ზედმეტად მოწყვლადი ფსიქოლოგიურად და ემოციურად, ხო? ასევე ესეთი ადამიანი ძალიან კარგ კომუნიკაციაში შედის უახლოეს გარემოცვასთან, ან პირიქით ნაწყენი არის ხოლმე ძალიან ხშირად.